მოგესალმებით ვირფას ოსენელებო და მეგობრებო, მე მინდა თქვენ ახლა წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ვიდეო. ეს არის იური აბარინის არხი და ის ჩვენ მოგიყვება იმის შესახებ თუ როგორ მოგპარეს წლის მე-13 თვე. დიახ, თქვენ არ მოგესმათ. ადრე წელიწადში 12 თვე კი არა, იყო 13 თვე. და ზოდიაქოს მესამე ნიშანი მოგპარეს. მაშ დავიწყოთ. ნებისმიერად ჩვენგანმა ბავშვობიდან იცის რომ ყოველი წელი შედგება 365 დღიდან. ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ. ან თუ ეს არის ნაკიანი წელი, ნახტომი წელსაც უწოდებენ, ანუ ნაკიანი წელი, რაც ნიშნავს სიტყვა ნაკიანი დამატებითი, ანუ წელი, რომელიც შეიცავს ზედმეტ დღეს. იქნება 366 დღე. ხო, ყოველი წელი იყოფა 12 თვეზე, ეს ჩვენ თანამედროვე წელთაღრიცხვით და კვირაში შედის 7 დღე. ესე იგი, თვე შედგება მიახლოებით 4 კვირით, ხო, 4 კვირისაგან, ყოველთვის არა, მთლად 4 კვირა, მაგრამ კვირაში შედის ერთი კვირა წარმოადგენს 7 დღეს. და კვირის ბოლო თავდება კვირადღით. მაგრამ შეიძლება უკამათ იმის შესახებ თუ ბევრი თქვენგანი ვერ დაასახლებსო სწორად თვების სახელწოდებასო. თანამედროვე გრიგორიანული კალენდარი, რომლითაც ჩვენ სარგებლობთ, ანუ ეს კალენდარი, რომლითაც ჩვენ ახლა სარგებლობთ, ყოფილა გრიგორიანული და ეს კალენდარი არ არის მოხერხებულიო. თვის ხანძრილობა წელიწადში სხვადასხვა და ზოგი მათგანი შედგება 28-დან 31 დღემდე. არც ერთი წელი არ შეადგენს კვირის სრულ დღეებს, ნახევარი წელი და თვეც არ შეადგენს თანაბარ რაოდენობას კვირებისა. კვირები და თვეები არ შეიცავს დღეების თანაბარ რაოდენობას. მაგალითისთვის, იანვარის პირველი კვირა 2022 წლისა შედგება 2 დღიდან, ანუ იანვარის თვე, 22 წლის იანვარის თვე, ერთი კვირა, ის დეკემბერია, დანარჩენი 4 დღე, მაგრამ იანვარს ეკუთვნის მხოლოდ 2 დღე, პირველი და 2 რიცხვი. დაუშვათ, მაგალითი მოიყვანა ამ კაცმა. გაჩვენებთ ახლა. ერთი წუთით. აი რას გულისხმობს, ნახეთ? ერთი წუთით. აი რას გულისხმობს? ამას გულისხმობს ის კაცი, რომ 22 წლის იანვარის თვე შედგება 2 დღიდან, მაგრამ 1-2, აქ პირიქითა. ეს დეკემბერია, პირველი ის ეკუთვნის დეკემბერს. ამას გულისხმობს 1-2, პირველი და მეორე რიცხვი. მეორე კვირა შედგება 7 დღიდანო, ამ იანვრის თვის კვირა და ბოლო კვირა შედგება 1 დღიდანო. აგერ ამასაც განახებთ, აგერ შეხედეთ, აქ უფრო კარგად ჩანს. უყურეთ, 1 დღე 31 რიცხვი. 1 დღე. 1 კვირიდან 1 თვემდე, 1 თვიდან 1 წლამდე, ის კი არა, 1 წლიდან შემდეგ წლამდე სულ იცვლება თარიღების და კვირების რაოდენობა. ამიტომ შობა ყოველთვის არ ემთხვევა ერთგივე დღეს, არამედ შობა იცვლის თავის დღეს. სულ ერთგივე დღეს არ არის. ყოველ წელს სხვათა შორის იცვლის თავი დღეს. და ეს ყველაფერი იწვევს ეკონომიკურ ანგარიშებში და სტატისტიკის ანგარიშებში არეულობას. მე-19 საუკუნის შუაში იყო
შეთავაზებული ახალი კალენდარი, რომელიც ასეთ დარღვევას არ იწვევდა და ადვილად დასამახსოვრებელი იყო. და ეს ხუმრობა არ არის და ეს ახალი კალენდარი საერთოდ შემოთავაზა სამყაროს აგიუს ფორდმა, ფრანგმა ფილოსოფოსმა. კონტის მიერ წარმოდგენილი მსოფლიო კალენდარი 1840 წელს იყო დასახელებული როგორც კონტოს პოზიტიური კალენდარი. კონტოს კალენდარში წელიწადი შედგებოდა 13 თვიდან, 13 თვისაგან, ყოველი თვე შედგებოდა 4 კვირისაგან, ყოველი კვირა კი შეადგენდა 7 დღეს. ესე იგი, ყოველი თვე შეადგენდა ზუსტად 28 დღეს, არც მეტი, არც ნაკლები. რაც იყო ძალიან მოსახერხებელი და ბავშვისთვისაც კი იქნებოდა გასაგები. 28 გამრავლებული 13 თვეზე და გამოდიოდა 364 წელი წელიწადში. ამას დამატებული 1 დღე თავისუფლებისა. ყველაფერი გამოიყურება უბრალოდ. ამ კალენდარში ყოველი თვე იწყება კვირით და თავდება შაბათით. და წელიწადში 1 დღე იყო სახელო და ეს 1 დღე, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, მოდიოდა შაბათის შემდეგ მესამე თვის ბოლოს და ითვლებოდა ახალი წლის დღესასწაულად. როგორც დასვენების დამატებითი დღე, ეს 1 დღე. ნაკიან წელს კი ეს დღე, ზედმეტი დღე. როგორც დასვენების დღე, ეს ნაკიანი წელი როდესაც იყო, ეს ზედმეტი დღე, ამ ზედმეტ დღეს სვამდნენ 6 თვის ბოლოს, როგორც დასვენების დღე. ეს იმ შემთხვევაში თუ ნაკიანი წელი იყო. ნაკიანი წელი. კონტმა შეადგინა თავისი კალენდარი, სადაც ყოველი თვე და ყოველი კვირა და როდესაც ეს დღე იყო მიძღვნილი ვინმე წმინდა ადამიანისთვის. რატომ არ იყო ეს კალენდარი მიღებული? ამ კალენდრის წინააღმდეგ გამოვიდა პირველ რიგში ეკლესია, ვატიკანი. იმის გარდა, რომ ახალი სტილზე გადასვლისას ნარჩუნდებოდა თანამედროვე პასხალიური სისტემის გამოთვლა, პასხის დღესასწაულის გამოთვლა ნარჩუნდებოდა და თვლიდნენ, რომ ამასთან ერთად ირღვეოდა წირვების თადარიგი და ყველა საეკლესიო დღესასწაულების თადარიგი ირღვევოდა. თან რიცხვმა ამ 13-მა შეაშინა ეკლესიური წარმომადგენლები. ვატიკანმა უწოდა ამ კალენდარს ეშმაკური და აკრძალა ამ კალენდრის მიღება. საერთოდ გავრცელებაზე დაადო ვეტო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფრანგმა ფილოსოფმა პიუს კონტმა მას არ მოუგონია ბორბალი წელიწადში 13 თვით. მეცნიერები და ძველი დროის მღვდლები, მე მღვდლებს ვუძახი ყველას, ვინც ამა თუ იმ რელიგიის ან რამე რწმენის წარმომადგენელი იყო. ადრე არ იყო ეკლესიები, ხო? იესონდე. მაგრამ ჟრეცი საერთოდ ითარგმნება როგორც მღვდელი. დრუიდესა ითარგმნება როგორც მღვდელი. ამის შესახებ იცოდნენ ძველი დროიდან, ამ კალენდრის შესახებ იცოდნენ ძველი დროიდან. ძველად ბევრი ერები სარგებლობდნენ თვარის კალენდრით, რადგან ეს იყო ძალიან უბრალო კალენდარი და მოხერხებული. ხო, ყურადღება მიაქციეს, რომ ერთი კვირა ეს არისო მთავარი რომის მონაკვეთი თვარის ფაზებს შორის ახალ მთვარის და ნახევარ მთვარის მეოთხედის ამ შუალედში და მთვარის ბოლო მეოთხედი ფაზის დროს. ეს არის მანძილი მონაკვეთი მთვარის ერთნაირი ფაზებს შორის.
ესე იგი დაწყებული ახალი მთვარიდან მთელი ეს მონაკვეთი შემდეგ მთვარემდე, შემდეგ ახალ მთვარემდე. ესე იგი ერთი სავსე მთვარის პერიოდიდან, ფაზიდან მეორე ახალი მთვარის დრომდე, ფაზამდე. თვლა ამ 13 თვით ან მთვარის ფაზებით იყო ძალიან მოხერხებული და იყო ძალიან უბრალო. თუმცა ბევრი ერები ძველად თაყვანსცემდნენ მზეს წელთაღრიცხვა ყოველთვის ტარდებოდა მთვარის კალენდრების მიხედვით და მთვარეს წელიწადში ტყუილად კი არ უწოდებენო მთვარეს. ხო, განმეორდებიო ამბობს წამყვანი, რომ ძველად ყველა კალენდრები ყველა იყო მთვარის კალენდარი. მზის უბრალოდ მზის დახმარებით, მზის მეშვეობით კალენდრების წელთაღრიცხვა, უბრალოდ კალენდრებით მზის კალენდრებით ცხოვრება დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაჩნდა ქრისტიანობა და დაიწყო განვითარება მეცნიერებამ. თორემ მანამდე ხალხი ცხოვრობდა მთვარის კალენდრის მიხედვით. ცნობილი საბჭოთა კავშირის არქეოლოგი, მე-20 საუკუნისა სლავიანური კულტურის კვლევარი და ძველი რუსეთის ისტორიის კვლევარი აკადემიკი გრანი ბორის ივანოვიჩ რიბაკოვი, როდესაც იკვლევდა ძველ სლავიანურ კალენდრებს, იმ დასხვამდე მივიდა, მე ხა მაგას თუ მაინც განახებთ, წესია ასეთი, ეს არის რიბაკოვი და მან მივიდა იმ დასხვამდე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ძველად მცხოვრები ერები თვლიდნენ დროს მთვარის კალენდრის მიხედვით, ანუ თვეებით. დმიტრი ივანოვიჩ პროზაროვსკი, მეცნიერი, მე-19 საუკუნის მეცნიერი თვლიდა, რომ ძველრუსული ქრისტიანობამდე კალენდარი იყო მთვარის და არა მზის და შედგებოდა 13 თვისაგან, ყოველ თვეში 28 დღით, მზის კალენდარი კი 12 თვით მოაღწია აღმოსავლეთ სლავიანებამდე შუა საუკუნეებში. ესე იგი იმ დროს, როდესაც დაიწყო მასიური გაქრისტიანება აღმოსავლური ევროპისა. თავიდან შუა საუკუნეებში იყო მიღებული, რომ ერთი თვე ან მანძილი მთვარის ფაზების უბრალოდ მთვარის ერთნაირი ფაზებს შორის მიახლოებით უდრის 28 დღეს ან 4 კვირას, რაც მიუთითებდა იმას, რომ წელიწადში არის ზუსტად 13 თვე. მაგრამ უფრო მოგვიანებით საუკუნეებში იყო გამოთვლილი, რომ სინამდვილეში მთვარის თვეში არის ზუსტად 28 დღე კი არა, არამედ 29 დღე. ესე იგი 12 თვე გამრავლებული 29-ზე, 29 ჯამში გამოდიოდა 354 დღე წელიწადში. და როგორც ჩვენ გვასწავლიან ბუნებით ცოდნე გაკვეთილზე, წელიწადში დღე კი არ შედგება 354 წლიდან, არამედ ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ წელიწადი შედგებოდა 364 წლისაგან ან 365 წლისაგან. იქ ერთი ნაკიანი წელიწადი ხოლმე. გამოდის, რომ მთვარის კალენდარი უფრო მოკლეა მზის კალენდარზე 11 დღით, ამბობს ავტორი. თითქოს გამოდის, რომ 11 დღე არის 11 დღე და შეადგენსო არასრულ მე-13 თვეს წელიწადში. როგორც არ უნდა იანგარიშო და გამოიკვლიო ეს საკითხი, წელიწადში არა 12 თვეა, არამედ 13 თვე. და დღემდე არსებობს წელიწადში 13 თვე. კოპე აი გამავიწყდა და დღემდე კოპტური კალენდარი შეიცავს 13 თვეს. კოპტები კი იცით ალბათ ვინ არიან, ეს არიან პირველი ქრისტიანები
სანამ მათ გაამუსულმანებდნენ ეგვიპტელი პირველი ქრისტიანები, კოპტები. და დღემდე კოპტურ მართლმადიდებულ ეკლესიაში გამოიყენება ეს კალენდარი, რომელიც შედგება 13 თვისაგან. ეგვიპტეშია ეს კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, სარწმუნოება. ისე იგი, ამ კოპტურ კალენდარში ყოველი თვე შედგება 30 დღიდან და დამატებითი თვე, მე-13 თვე შედგება 5 ან 6 დღისაგან. ხო, აქაც 30 დღე ყოფილა 28 კი არა. ხო, ყოველი თვე 30 დღისაგან და ბოლო თვე შედგება 5 ან 6 დღისაგან. ხო, 5-6 რატომ გააჩინა, როგორი წელიწადი იქნება, ნაკიანი თუ ჩვეულებრივი. ხო, და მათთან ამ კოპტური კალენდრის მიხედვით წელიწადი იწყება 29 აგვისტოში. არა, კოპტური კალენდრით არა. յურიანული კალენდრით წელიწადი იწყება 29 დეკემბერს 21 საუკუნეში. კალენდარი, რომელიც შედგებოდა 13 თვისაგან, განახდა ახალი სიძლიერით სედი ბაი, მეცნიერი, გვარდასახელია სეიდი ბაი, ყაზახსტანიდან, მაპატიეთ ყაზახეთიდან 2011 წელს შეიმუშავა თავისი მარადიული კალენდარი. და ამავე პიროვნების თქმით ის ცდილობს შეცდომები გამოასწოროს, რომელიც დაშვებულია გრიგორიანულ კალენდარში. ამ ადამიანის ახალ კალენდარში 12 თვე კი არ არის 13 თვე და ყოველი თვე შედგება 28 დღისაგან და წელიწადი იწყება მარტიდან. და პირველი დღე, ესე იგი, მარტის პირველი რიცხვიდან კი არ იწყება ეს ახალი წელი, არამედ 0 რიცხვიდან, ანუ დამატებითი დღიდან, 0 რიცხვიდან. და მე-13 თვეს ეწოდება, ახლა პირდაპირ ქართულად რომ გადათარგმნო, რუსულად ღერს ზმიენოსიც, ანუ გველის და ეს თვე ზმიენოსიც, მე-13 თვეს რომ უწოდებენ, განლაგებულია ნოემბრის და ხო, მე-13 თვე, ანუ თუ მარტიდან იწყება 0 რიცხვიდან ახალი წელი, ესე იგი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრი, ნოემბერი. ხო, არა, ეს ბოლო თვე არ გამოდის, მაგრამ რატომ განალაგა ნოემბერ და დეკემბერს შორის ეს მე-13 თვე, რადგან ამ კაცმა განალაგა ეს მე-13 თვე, ეს მენოსიც, სახელწოდების თვეს მენოსიც, ნოემბრის და დეკემბრის შუაში. ხავე განახეთ მე თქვენ ამ კაცს. აი ეს ყაზახელი კაცი, ყაზახეთიდან ამან აღადგინა ახალი კალენდარი. შეგახსენებთ, რომ ამბობს წამყვანი, რომ თანამედროვე ასტროლოგია ყოფს ზოდიაქოს სექტორებს 12 ნაწილად, რომლებიც განლაგებულია 30 გრადუსში, 30, რომლის შორის არის, ანუ დაყოფა 30 გრადუსად. ხო, და ყოველ სექტორში დაყენებულია ერთ-ერთი ზოდიაქური ნიშანი. მაგრამ 1931 წელს მსოფლიო ასტრონომიულმა კავშირმა აღმოაჩინა შეცდომა ამ ზოდიაქოს ნიშნების საზღვრებში. უცებ აღმოჩნდა, რომ ეკლიპტიკის ხაზი კვეთს ცის რაღაც ნაწილს, რომელიც მიკუთვნილია მე-13 თანავარსკვლავედს. ხო, თანავარსკვლავედს სახელწოდებით ზმიენოსიც, გველის ტარებელი. და აღმოჩნდა, რომ ზოდიაქური ნიშნები ადრე იყო 13 და არა 12. მაგრამ როდესაც ქრისტიანულმა ეკლესიამ შემოიტანა მზის კალენდარი, რომელიც შედგებოდა 12 თვეებისაგან, მე-13 თვე ჩამოაშორეს რელიგიური თვალსაზრისით
და ამ დროს ასტროლოგები იძულებული გახდნენ ამოიღოთ ეს მე-13 ზოდიაქოს ნიშანი, ეს ზმიენოსიც. ახლა მე შევედი ინტერნეტში, მაინტერესებდა ზუსტი თარგმანი სიტყვის ზმიენოსიც და მე არასდროულად გამიგია. სიტყვა ზმიენოსიც ქართულზე ითარგმნება როგორც გველის მჭერი. ხო, რატომ არ ვიცი და რუსულზე ნიშნავს გველის დამჭერი. მტარებელი. ზმეე, სიტყვიდან ზმე, ნოსец მტარებელი. გველის მტარებელი, პირდაპირ თუ არა თურმე ითარგმნება ეს ზმიენოსიც როგორც გველის მჭერის თანავარსკვლავედი. გველის მჭერის თანავარსკვლავედი. და გამოდის რომ ჩვენი ჰოროსკოპი არ არის სწორი. თუ ჰოროსკოპი შედგება 13 ნიშნულისაგან, მას გამოდის რომ ახლა რომ ვინმე მაღადგინოს ეს 13 რიცხვიანი ზოდიაქოს ნიშნები, როგორც იყო ისე ადრე, ფაქტიურად ჩვენ არ ვექვემდებარებით ჩვენ დაბადების თარიღებს. აუცილებლად შეიძლება ჩვენი ზოდიაქოს ნიშნები. აუცილებლად შეიძლება. გიძგინეთ ახლა თქვენ რამხელა არეულობა შემოიტანა ამა ყველაფერმა, რომ შეცვალეს კანონები. და ამით ეს ვიდეო დამთავრდა და წამყვანი ამბობს რომ ეკლესია სანამ იარსებებს ის არ დათანხმდება ამის აღდგენაზე. მეც მასე ფიქრობ, სანამ ეკლესია არსებობს ის არ დათანხმდება თავისი კანონების შეცვლას. მე მინდა ის ჩავამატო, რაც გამორჩა, რომ ტრადიციული ასტროლოგია ყოფს ეკლიპტიკას 12 სექტორებზე 30 რომელსაც უკავია სივრცე 30 გრადუსის ფარგლებში. ეს რატო ამბობ, მე ხო დაყოფილია დიაგონალები, შრატა, დალგატა და ეს ყველაფერი მოქმედებს და ხო იგიც წესად ვერ გავიგე სახელი და გვარი და აქ წერია, მაგასაც გამოვასწორებ. ის ფრანგი ფილოსოფი, რომელმაც კალენდარი წარმოადგენა და ეკლესიამ ვარი რომ უთხრა. Auguste Comte. ხო და აქ მე მაინც ჩამოვწერ ლიტერატურას, სად შეიძლება უფრო თუ რუსული იცით, სად შეიძლება უფრო თუ დაგაინტერესა ამან, უფრო დეტალურად გამოიკვლიოთ კალენდრის და დროის ამბავი და კალენდრების პროექტები ან ქრონოლოგია. კარგით, ამით დავამთავრებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.